85 ქვეყანა 900-ზე მეტი კომპანია 280-მდე საერთაშორისო მედია და 30,000 ვიზიტორი. ასეთი იყო წელს ITB ჩინეთი. შანხაიში გამართულ ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართულ კულტურას, ფოლკლორს, გასტრონომიასა და ღვინოს. საერთაშორისო გამოფენაში საქართველოს რეგიონებიდან 30-მდე კომპანია და სახელმწიფო ორგანიზაცია მონაწილეობდა. გაიმართა 1000-ზე მეტი ბიზნეს შეხვედრა და მაღალი რანგის მოლაპარაკებები. ჩვენი ქვეყანა ყურადღების ცენტრში იყო როგორც 4 სეზონის ტურისტული მიმართულება. საქართველოს ყველა კუთხის შესახებ საინფორმაციო ბანერები შანხაიში მთელი თვის განმავლობაში დარჩება. შალვა სუმბაძისა და გიორგი კიკვაძის რეპორტაჟი. ხაჭაპურის, ხინკლის, ელარჯისა თუ ჩურჩხელის რიგები ITB ჩაინაზე 3 დღის განმავლობაში ყოველდღიური მოვლენა იყო. თითქმის მთელი საქართველოდან შეკრებილი სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი კულინარიული შედევრები 10,000-ობით ვიზიტორისთვის მთავარი ინტერესის საგნად იქცა. ყველაფერი კი სტუმრებისთვის სრულყოფილებად ქართულმა ღვინომ და ჭაჭამ აქცია. ეს არა ჩვენი დაკვირვება, არამედ ემოციებია, რომლებსაც მთელი მსოფლიოდან ჩამოსული გამოფენის მონაწილეები ვერ მალავდნენ. ღვინო მშვენიერია, ცეკვა მშვენიერია, სიმღერა მშვენიერია, საქართველო მშვენიერია. ასე რომ საქართველო მე აუცილებლად მოვდივარ. ოქტომბრის შვებულებაზე აუცილებლად ვეწვევი თქვენს ქვეყანას. ყველაზე მეტად მომწონს, რომ ქართული გემოები თითქოს ნაცნობია ჩემთვის. მე უკვე ვიყავი საქართველოში, გავსინჯე კერძები და მხოლოდ ამისთვისაც ღირს ჩამოსვლა. აქ ნამდვილად მდიდარი გემოებია. ბევრ სხვადასხვა დეტალს აერთიანებს და ჯამში ძალიან გემრიელია. ასევე გავსინჯე ელარჯი, ის ნამდვილად ძალიან კარგია. It's really good. კულინარია ფოლკლორმა და ქართულმა ცეკვამ შეავსო. ანსამბლმა რუსთავმა ITB შანხაიზე საკუთარი პროგრამით მთელი საქართველო მოიცვა მთავარი სათქმელით. პატარა საქართველოში ყველა რეგიონს განსხვავებული, უნიკალური და ავთენტური მახასიათებლები აქვს, რომელსაც დაინტერესებული პირები ადგილზე უნდა გაეცნონ. პროგრამა აგებული იყო იმ მთავარი და მნიშვნელოვანი ძირითადი ფოლკლორული სიმღერებით და ცეკვებით, რომელიც ნათლად წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის და ერის ხასიათს. 1000-ობით ადამიანი ესწრებოდა ამ ყველაფერს. აქ იყო ჩაკრულო, რომელიც კოსმოსშია გაგზავნილი 77 წელს. აქ შესულდა მრავალჟამიერი, კეჭაყმაძეც და კახიძის მრავალჟამიერიც. აქ შესრულდა საავტორო მუსიკის ნიმუშებიც. აქ შესრულდა თითქმის ყველა კუთხის სიმღერა, რომელიც არის განსაკუთრებული ჩვენი სამუსიკო ფოლკლორის ნიმუშები. ასევე წარმოდგენილი იყო ქართული ცეკვის ნიმუშები, რომელიც ანსამბლ რუსთავს კლასიკურ, ძალიან მაღალ დონეზე აქვს წარმოდგენილი, შესრულდა თიულური, შესრულდა ხორუმი, შესრულდა სხვა ცეკვები, რომელიც ნათლად გამოხატავს ჩვენი ქვეყნის ისტორიას, ჩვენი ერის ბუნებას და ხასიათს. და ამ ყველაფრით არის ჩვენი ქვეყანა განსაკუთრებული ქვეყანა მთელ მსოფლიოში. პავილიონში მოწყობილი იყო სპეციალური ისტორიული პროგრამა. გამოფენის ვიზიტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართული რეწვის ნიმუშებს. მიეღოთ ინფორმაცია საქართველოს მუზეუმებსა და ფონდებში დაცული კოლექციების შესახებ. ITB ჩაინას ფარგლებში ჩატარდა რეწვისა და ქართული კალიგრაფიის მასტერკლასები. მათი ამბანი და ჩვენი ამბანი იმდენად განსხვავებულია ერთმანეთთან, საერთოდ არა ლათინური სიტყვები ასოებია და ეს მოსწონთ ძალიან. მიუხედავად იმისა, რომ ლათინურით გონიათ, რომ ვუბეჭდავთ და გვიჩვენებენ ხოლმე, რომ ხედავენ, რომ ჩვენი აბსოლუტურად განსხვავებულია, ძალიან აღტოვანებულები არიან. წლევანდელი გამოფენა სიახლეს თავაზობს დამთვალიერებელს, ეს არის კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებული სტენდი, სადაც წარმოდგენილია ასლები იმ საგანძურისა, რაც ჩვენ მუზეუმებშია დაცული. აქ არის როგორც ქრისტიანული პერიოდის შედევრები, მაგალითად აგერ ბედიის მონასტრის თასია წარმოდგენილი, მისი ასლი. ასევე არის პრექრისტიანული ეპოქის არტეფაქტები,
ყველაფერი არის გამიზნული იმისკენ, რომ დამთვალიერებელს ვაჩვენოთ და პოტენციურ ტურისტს ვაჩვენოთ, რომ გარდა ტურისტული აქტივობებისა, ჩვენ მათ შეგვიძლია უმდიდრესი კულტურული მემკვიდრეობა შევთავაზოთ. კულტურის, კულინარიისა და ისტორიის გაცნობის გარდა გამოფენის ფარგლებში შანხაიში 30-მდე ქართული კომპანია და სახელმწიფო ორგანიზაცია იყო წარდგენილი. გაიმართა 1000-ზე მეტი ბიზნეს შეხვედრა და მაღალი რანგის მოლაპარაკება. განსაკუთრებული აქცენტები საქართველოს როგორც 4 სეზონის ტურისტულ მიმართულებაზე გაკეთდა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აჭარასა და იმერეთს. მოლოდინები ძალიან პოზიტიურია, როგორც იცით, აჭარა პოზიციონირებს როგორც 4 სეზონის წამყვანი ტურისტული მიმართულება მსოფლიოში და რა თქმა უნდა ის ტურისტული შესაძლებლობები, რომელიც აჭარას აქვს ყველა სეზონზე წლის განმავლობაში, გვაძლევს საშუალებას, რომ მრავალფეროვანი და საინტერესო ტურისტული მიმართულება ვიყოთ მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან ტურისტისთვის და რა თქმა უნდა ჩინეთისთვისაც ისინი ძალიან დიდი ინტერესი იჩენენ განსხვავებული კულტურის და ტრადიციების შესასწავლად და სანახავად, ამიტომ ვფიქრობ, რომ აჭარა იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ჩინეთიდან ტურისტებისთვის, რომლებიც ძალიან საინტერესო გამოცდილებით დაათვალიერებენ საქართველოს და ნახავენ იმ დიდარ შესაძლებლობებს, რაც ყველა სეზონზე აქვს აჭარის რეგიონს. წლევანდელი ITB China მასშტაბური მაჩვენებლებით გამოირჩეოდა. გამოფენაზე 85 ქვეყნიდან 900-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი, ხოლო ღონისძიებას 280-მდე საერთაშორისო მედიის წარმომადგენელი აშუქებდა. ვიზიტორთა საერთო რაოდენობამ კი დაახლოებით 30,000 შეადგინა. პირველივე რაც კი ხდება, ეს არის საქართველოს სტენდი. ესეთი წარმომადგენლობითი ფორმით, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მონაწილეობ ITB ჩინეთზე, ან თუ ხარ სტუმრის სტატუსის წარმოადგენელი, ვერაფერ არ ცდები საქართველოს სტენდს. ეს არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილი და სწორედ იმიტომ, რომ წელს საქართველო არის ITB ჩინეთის პარტნიორი ქვეყანა, ჩვენ მოგვეცი საშუალება, რომ ესეც ძალიან განსაკუთრებულ ადგილზე ყოფილიყავით. შარშანდელ წელთან შედარებით 44.4%-ით გაიზარდა მოგზაურთა ოდენობა და ვფიქრობ, რომ წელს დაანონსებულ პირდაპირ ფრენებთან ერთად, რომელიც შანხაი თბილისი შანხაის მიმართულებით 15 ივლისიდან დაიწყება და აი ესეთ ინტეგრირებულ მაღალი დონის მარკეტინგულ კამპანიასთან თუ სხვა აქტივობებთან ერთად რეალურად ჩვენ შევძლებთ ძალიან მაღალ შედეგზე გავიდეთ. ძალიან მაღალი არის დაინტერესება იმ ტურისტული პროდუქტით, რომელსაც საქართველოს ტრადიციულად სთავაზობს მსოფლიოს და მათ შორის ჩინურ ბაზარს. არაერთი შეხვედრა ჩატარდა კერძო სექტორის მიერ, მათ შორის ტურიზმის ადმინისტრაციის პარტნიორობის ფარგლებში. ჩვენ ვესაუბრებით ადგილობრივ კომპანიებს კიდევ უფრო მეტი და უფრო ინტენსიური მარკეტინგული კამპანიების წარმოებაზე. ITB China დასრულდა, თუმცა საქართველოს კუთხეები შანხაიში ისევ ყურადღების ეპიცენტრში იქნება. მთელი თვის განმავლობაში 400 ლოკაციაზე ვიდეორგოლები და საინფორმაციო ბანერები იქნება განთავსებული.